მანგანუმი ისეთი ძვირფასი რესურსია, რომ მრეწველობის ძალიან ბევრ დარგში გამოიყენება. მაგალითად, ფოლადის წარმოება წარმოუდგენელია მანგანუმის გარეშე. თქვენ იცით, ფოლადს რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის, მანქანათმშენებლობიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული, ყველგან ფოლადის როლი და ფუნქცია შეუცვლელია. მანგანუმი გამოიყენება, მეგობრებო, ელემენტების წარმოებაში და ეხლა თქვენი ყველა smartphone-ში, ყველა თქვენგანის ტელეფონში მანგანუმია, მისი შენაერთები, მისგან დამზადებული პროდუქტებია გამოყენებული. მანგანუმი შეუცვლელი რესურსია ქიმიურ მრეწველობაში. შეუცვლელი რესურსია მაგალითად სპილენძის და ალუმინის შენადნობების წარმოებაში და ასე შემდეგ. ნამდვილად შავი ოქროა მანგანუმი. და დღეს აი ამ რესურსის მომპოვებელ ქალაქს ხელფას ამადლიან, დასაქმებას ამადლიან, ეუბნებიან, რომ აი თქვენ რომ მუშაობთ აქ, აერი რო არ ყოფნით მაღაროში, ჩამონგრევის პირას ყოფ საწარმოში რო შედიხართ, ეს არის ჩვენი გველმოქმედება. მადლობა თქვით ამისთვის. მადლობა გითხარით ამისთვის. ხილად იყავით, თორე წავალთ აქედან და დაგტოვებთ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. თქვენი პასუხი უნდა იყოს წადით. წადით. თუ წამგებიანია ეს ქალაქი, თუ არ მუშაობს მანგანუმი, თუ მას შემოსავალი არ აქვს, წადით. დაგონებეთ თავი და ამ სახელმწიფოს ოდესმე ექნება რესურსი, რომ თავისით მოუაროს თავის რესურსებს. ამ ქალაქს ექნება შესაძლებლობა ჭიათურას, რომ თავის სიმდიდრეს თვითონ მოუაროს, თვითონ გაანაწილოს. ამ ქალაქს ექნება შესაძლებლობა, რომ ის მოგება, რომელსაც იღებს საწარმო, განვითარებას მოახმაროს ჭიათურისა, განავითაროს სკოლები, განავითაროს სპორტი, მეცნიერება, პროფესიული ტექნიკუმი აღაუძინოს და ასე შემდეგ. თუ წამგებიანია წადით და ეს ხალხი მოუვლის ამ ყველაფერს. მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ძალიან დიდ მოგებაზე გადიან, ძალიან კარგად გრძნობენ თავს, ძალიან დიდი შემოსავალია, ძალიან დიდრდებიან და არ ეთმობათ ჭიათურის არც ერთი გოჯი, არც ერთი ნაკვეთი და უნდათ რომ მხოლოდ თვითონ ისარგებლონ ამ სიმდიდრით. ასე რომ ამ რეალობას არავინ არ ეგუება და ვის შეცვლას ვითხოვთ ჩვენ. ეს ერთი საკითხი, მეგობრებო. კიდევ ვიცით რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აი ამ ქალაქს ჭიათურას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. თუ ადამიანები მართლა არ გამოფხიზდნენ და გამოვიდნენ, თუ არ ჩაერთნენ ამ მოძრაობაში, მეგობრებო, არ უნდა ამას დიდი ორაკულობა და ბროლის ბურჯი ჩახედვა და ასე შემდეგ. თუ ხალხი არ გამოფხიზდა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, 10 წლის მერე ჭიათურაში მოსახლეობა იქნება 10-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე დღეს არის. ჭიათურაში იქნება 10-ჯერ უფრო ნაკლები ნაყოფიერი მიწა, იმიტომ რომ გადათხრიან და კორპუსის ეზოები არ გადაუთხრიათ თუ რა, იქიდან გაიტანენ ყველაფერს, ხო? ჭიათურაში 10 წლის მერე აერი იქნება 10-ჯერ უფრო მეტად დაბინძურებული. ასე რომ, მეგობრებო, თქვენი ქალაქი განადგურების პირასაა, ანადგურებს მას ინვესტორი და ეს ბიჭები იცავენ, ის ქალები იცავენ, რომლებიც ამ დემონსტრაციაში მონაწილეობენ. ისინი უნარჩუნებენ ამ ქალაქს შანსს მომავლისა და ნუ დატოვებთ ამ ხალხს მარტო ქუჩაში. შემოუერთდით ხოლმე კვირაში ერთხელ მაინც ამ პროტესტს.
თორე გეუბნებით ეს ქალაქი იღუპება ერთი-ორი ადამიანის ინტერესების სასარგებლოდ. ეხლა მე არ მოვერიდები და კონკრეტული სახელებით და გვარებით უნდა ვილაპარაკოთ. მეგობრებო, ეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის სახელი გვია სრულიად არაკომპეტენტურ ადამიანს. ცოტა ხნის წინ ეს ქალბატონი ტელევიზორში გამოვიდა და როდესაც მას მისცეს შეკითხვა, ქალბატონო, რითი ეხმარებით მრეწველობას ამ ქვეყანაში, ჭიათურას, ზესტაფოს, რითი აძლიერებთ, თქვენ ხომ მრეწველობის მინისტრიც ხართ? ამ ქალმა უპასუხა, რომ ჩვენ სოცკის, ჩვენ სხვა საწარმოების ხელმძღვანელებს, მენეჯმენტს ვაძლევთ უფასოდ ელექტროენერგიას ან იაფად, ვაძლევთ მათ კრედიტებს, ჯარიმას ჩამოვაწერთ, ეხმარებით. აი ეს არის ჩვენი გვერდით დგომა. ანუ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს მრეწველობის განვითარებად მიაჩნია ის, როდესაც მაფიოზებს, ძარცველებს, კურდებს, წრებს ამ ქვეყნისა უქმნის შეღავათებს. აი ეს არის პოლიტიკა. ესეთ ადამიანს ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეს. ვინ არიან კიდე ჩვენი ქვეყნის სათავეში? აი ბატონი სარჯველაძე. სრულიად სამარცხვინოა ამ კაცის არსებობა როგორც მინისტრისა, ხო მინისტრო ეწახიან. ესე იგი, კაცი არის იურისტი და ქვია ჯანდაცვის მინისტრიც არაფერი არ იცის ჯანდაცვის სფეროში. შრომის მინისტრია მუშა არ უნახავს ცხოვრებაში და მაღაროელი პირდაპირ. სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ქვია ღმერთმა დაიფაროს, რომ რამეში ერკვეოდეს, ჯვარი წერია, რომ სოციალურ სფეროში რაიმე გამოცდილება გქონდეს. დევნილობაზე აღარ ვლაპარაკობ, ანუ კაცმა არაფერი არ იცის ამ სფეროში და გრანდიოზული სამინისტრო აბარია, გრანდიოზული პრობლემების გადაწყვეტა აბარია. სირცხვილი არ არის ეს? სირცხვილი არ არის ეს? არის სირცხვილი. და მეგობრებო, პირდაპირ უნდა ვახსენოთ სახელები. ბატონი ირაკლი კობახიძე, ხო, ადამიანი, რომელმაც სხვებზე რა ილაპარაკა, იმას აღარ გავავრცელებ, ხო? ადამიანი გვეუბნება, რომ ანომალია არისო, აღაროს თუ შევხვდები და დაელაპარაკებია. ხო, ის არ არის ანომალია, იმას ერთ-ერთ ოლიგარქს და სტუმრად ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკარო დაყვება იმისავით, მოსამსახურესავით, ლაქიასავით. ის არ არის ანომალია და ადამიანს, რომელსაც განსაცდელი აქვს, პრობლემა აქვს, იმას რომ დაელაპარაკოს, ის თურმე ანომალია ყოფილა. ჩვენ მგონია, რომ წესით და რიგით პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი უნდა იყოს მსახური ამ ქვეყნისა, ამ ადამიანებისა, გაჭირვებული მოქალაქეებისა, ან ბრძოლაში მყოფი ადამიანებისა და ნაცვლად ამისა ადამიანი ამბობს, რომ ანომალია არის ეს შეხვედრა მათთან. კიდევ ერთი გვარი უნდა ვახსენოთ. ბატონი სოცკი. ეს სოცკი არის, მეგობრებო, არსებობდნენ, თქვათ აი, 19 საუკუნეში ოხრანკას, ეფის, რუსეთის პოლიციას ყავდა ჯალათი პოლიცმაისტერები. ამ ჯალათებს თან ერთ ქალაქში გააგზავნიდნენ, რომ იქ ხანძარი ჩაეკრო, თან მეორე ქალაქში გააგზავნიდნენ, რომ იქ ხანძარი ჩაეკრო. აი, ბატონი სოცკი არის, აი, მეფის ოხრანკის და შეკრული პოლიცმაისტერი, რომელიც ერთ ხიბულში გააგზავნეს, რომ იქ გაჩერებულიყო ყველაფერი, იქ დადუმებულიყო ხალხი, იქ არ ამოეღო ადამიანებს ხმა, იქ ადამიანებს ეგრძნოთ თავი დამცირებულად, არარაობებად ეგრძნოთ თავი ამისთვის და იქ მოაგვარა საქმე, აწყო საქმე და ეხლა მეორე ადგილი მონახა ჭიათურაში და ეხლა აქ უნდა იმის გაკეთება, რომ ვინმე თუ დამარცხდა მაღაროში ვერ უნდა გავიგოთ, ვინმეს ხელფასის მომატება თუ უნდა ვერ უნდა გავიგოთ, 2000 ადამიანი თუ უშევრად დარჩა არაუშავს, მაგრამ მაწონი თუ მიაწოდეს ადამიანს ამაზე უნდა პირდაპირ ეთერში გადასცენა დასახელებულმა მინისტრებმა კაშის გრიალით უნდა ილაპარაკონ მაწონის შეტანაზე, ესე იგი იმაში რა ქვია საკვებ რაციონში მაღაროელებისა. მეგობრებო, ბატონ სოცკის უნდა უთხრათ აქედან და პირდაპირ. ბატონო სოცკი, საფრთხე გემუქრებათ. იმიტომ რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც ამ ქვეყანაში რაღაცები შეიცვლება და მართლმსაჯულება, სამართლიანობა
თქვენ კარზე პირველი დააგაკუნებს. ასაკ ვერ მოასწრებთ გაქცევას ამ ქალაქიდან და ამ ქვეყანიდან. ხილად იყავით, ძალიან ხილად იყავით. და მეგობრებო, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ადამიანი. ბარემ ყველაზე ლაპარაკობდა, ბარემ დამიჭენდა ცხენი და კიდევ ვიყავით, ხო? ეხლა ესე ნასაც საუბრობენ ხოლმე, რომ აი ყვითელი პროფკავშირი ირაკლი პეტრიაშვილი. ეს ყვითელი კი არა, ეს არის შავი და ბოროტი პროფკავშირი. ხო? რომელიც ესე იგი ჭიათურაში მოლაპარაკებებია გასამართი, ამ ხალხის მაგივრად პეტრიაშვილი მონაწილეობს და რაც აწარმოს უნდა იმას აკეთებს. გასამართია მოლაპარაკებები აზრეთში, მიდის ხანძარ საქრობს, უშების სახელით ლაპარაკობს, მერე ის უშები რჩებიან შემოსავლის გარეშე, სამუშაო ადგილის გარეშე, ეკიპირების გარეშე. ეს არის ასევე აი ამ სისტემის ნაწილი და ჩვენ ვაპირებთ, რომ მივმართოთ თბილისში ჩამოსულ ნორვეგიელ პროფკავშირელებს, რომ მაგათ აღარ დაელაპარაკონ. კიდე სხვებსაც მივმართავთ, რომ არ დაელაპარაკონ ამ შტრეიკ ბრეხერებს, ადამიანებს, რომლებიც არიან ამ კაპიტალიზმის ბოლო კი არა, უპირველესი მსახურები. არ შეიძლება მათ ხელში. ისინი ანგარებენ ჩვენს კეთილდღეობას და ჩვენს ყოფას. და ბოლოს აგერ ვიცი, რომ ზოგი ცხოვრობს ამ კორპუსში, აგერ კაფე ივერია აქ ბივშვექსი ბიჭამია ერთხელ, აქ ბაზარიც ჩანს, აი უკან მაღაზიის ხალხიც არიან, ყველას გეკითხებით, ან ავლილი, ან ჩავლილი, სადმე. უარ გინახავთ 10 ლარად 9 კილო უძლო ხორცს. თბილისიდან მოვდივართ, გავჩერდით, ესე იგი გორში იქ არ იყო, საჩხერეთში გავჩერდით არ იყო, ეგეთ ჭიათურაში მაინც გვაშოვნინოთ 10 ლარიანი ხორცი. აი აქცინიან მეგობრებო, გვაშაყირებენ, გარდა იმისა, რომ ჩაგრავენ, სუდად გვექცევიან, ესე იგი მასხრად გვიგდებენ, პროპაგანდას გვიქვემდებარებენ, თან გვაშაყირებენ. არ მოვითმინოთ, დღეს ცოტა ვართ, ხვალ 11 ვიქნებით, შეიძლება წინ რაგველის არ ვიცით, მაგრამ არ უნდა შევეკუოთ და უნდა ვიბრძოლოთ. მიუხედავად იმისა, დაიქნება მომავალში. ილია ჭავჭავაძემაც არ იცოდა საქართველოს დამოუკიდებელი გახდებოდა თუ არა, მაგრამ იბრძოდა. არც ჩვენმა სოციალისტებმა იცოდნენ, რომ სოციალიზმი დამყარდებოდა თუ არა, მაგრამ მაინც იბრძოდეთ. ჩვენც არ ვიცით მომავალში შეიძლება დღეს რა იყოს, მაგრამ გულხელ დაკრება და გაჩერება და ამ შაყირზე, ამ დაცინვაზე, მასხრა დაგდებაზე ეგუება არის დანაშაული. და დიდი მადლობა აი ამ ბიჭებს, ამ ფეთქებლების პროფკავშირს, ამის გვირაბგამყვანების პროფკავშირს და ჩვენი ჭიათურელების დამოუკიდებელ პროფკავშირს, რომ აი როგორც სანთელს უფრთხილდები ქარში, რო აჩაქრეს, აი ესე უფრთხილდებიან, აი ამ სამართლიანობის ხმას და სულისკვეთებას ქალაქში და მოაქვთ ამ ქარბუქის მიუხედავად ეს პატარა სინათლე და თბილისში ჩანს ეს სინათლე, საზღვარგარეთაც ჩანს ეს სინათლე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სანთელი ძალიან ბევრ შუქს აანთებს ძალიან ბევრ ინდუსტრიულ ქალაქში. მადლობა ხალხო, აი ამ ბრძოლის. მადლობა ლევანს.